სტუდენტური წინააღმდეგობა გარდაუვალი არის, ეს არის სტუდენტების პასუხი ქართული ოცნების მისამართით და აქ მყოფი ადამიანები, როგორც სტუდენტები, ისე ელექტორები აანონსებენ ბრძოლას და ამბობენ, რომ არ შეეგუებიან ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ძალიან ბევრი ადამიანი არის მოსული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოულოდნელად მიიღო ქართულმა ოცნებამ და გააკეთა განცხადება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სტუდენტებმა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა და ლექტორებმა მაინც შეძლეს, რომ მოსულიყვნენ დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსთან და დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი. ამ წუთებში კი სტუდენტები აპირებენ პირველი და მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას და ჩვენს მაყურებელს ამ განცხადებას პირდაპირ ეთერში ვთავაზობთ, როგორც ვიცით, განცხადება უნდა გააკეთოთ, გისმენთ პირდაპირ ეთერში. როგორი არის სტუდენტობა და არა არის საზოგადოება. რა ჩაიცრათ, რომ ონლაინ მედია აი ახლა დაიწყება განცხადება და მაყურებელი მოისმენს ამის შესახებ. მადლობა ყველა აქ მოსვლისთვის, დიდი მადლობა სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. დღეს ქართულმა ოცნებამ კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამების უმრავლესობა. მათ შორის ილიაოსაც, რაც ფაქტობრივად ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ემუქრება უნივერსიტეტების ღირებულებას, იდენტობას და ილიასეულ თავისუფლებისადმი სწრაფის იდეას, რომელიც დღეს ათასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს. აქ შეკრებილი სტუდენტები ერთმანეთ ვითხოვთ ეგრეთ წოდებული რეფორმის გაწევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის, ხელშეუხებლობასა და სრულფასოვანი განათლების უფლებას. ასევე მოუწოდებთ ყველა სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებელსა და აკადემიურ პერსონალს დაუმორჩილებასა და წინააღმდეგობისაკენ. არ შეცვალოთ არსებული კურიკულუმები. ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტეთ პროგრამების გაუქმების საკითხი. სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდიგვერდ. ჩვენ უკან კი არიან ჩვენი მშობლები, ოჯახები და საქართველოს წარსული. ჩვენ პირველ რიგში ვართ მოქალაქეები და შემდეგ სტუდენტები. შესაბამისად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს, ისტორიისა და მომავლის წინაშე. ამიტომ კვირას 15 საათზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში, დედაენის მონუმენტთან, რომელიც გვახსენებს სტუდენტების წინააღმდეგობის ძალასა და ერთობას. ძალა სტუდენტების ერთობაშია, დამხობა რეჟიმს და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. არის მდგომარეობა ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტებმა მოიტანეს ბანერი, რომ სტუდენტების წინააღმდეგობა არის გარდაუვალი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ის უნივერსიტეტი, რომლის კედლებზეც არის საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები და აქ მყოფი სტუდენტები და ლექტორები აცხადებდნენ, რომ სწორედ ეს ვერ აპატიეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი პოზიციების დაფიქსირება საქართველოს ევროპულ მომავალთან, უკრაინის მხარდამჭერა და ეს ყველაფერი ვერ აპატიეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ამიტომ მიიღო ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილება, რომ შეამციროს პროგრამები და მხოლოდ ერთადერთი პროგრამა დატოვოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამიტომაც ჩვენ ახლა გავესაუბრებით კიდევ სხვა სტუდენტებსაც, რომლებიც აქ არიან. გითხარით თუ შეიძლება დედაენის ბაღში დაგეგმეთ აქცია. ფაქტობრივად ქართულ ოცნებას წინააღმდეგობას უანონსებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაანონსებთ წინააღმდეგობას. ჩვენ არ ვაპირებთ დავთმოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და არც ერთი ქართული უნივერსიტეტი. ჩვენ არ ვაპირებთ ქართულ ოცნებას მივცეთ საშუალება გაანადგუროს ქართული განათლების სისტემა. ბატონო, სტუდენტებმა უკვე დაანონსეს, რომ ისინი კვირას გამართავენ დიდ აქციას დედაენის ბაღში, ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას უნდა, რომ კრიტიკული პოზიციები და თავისუფალი აზროვნება საზოგადოებაში ჩაახშოს და დაიმორჩილოს ის უნივერსიტეტები და ის საგანმანათლებლო ცენტრები, რომლებიც ქართული ოცნების პოლიტიკას არ იზიარებენ. ჩვენ ვესაუბრეთ აქ მყოფ ლექტორებს, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ახლა სურს, რომ განათლება, განათლებული და კრიტიკულად მოაზროვნეს საზოგადოება გააჩუმოს, გააჩეროს და სწორედ ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ ერთი პროგრამა დაუტოვა. Actually, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რაც აქ ხდება. იმიტომ რომ საერთოდ არავის არაფერი არ კითხეს, არანაირი დისკუსია არ მოხდა რა ამასთან დაკავშირებით. დისკუსიის სიმულაციაც კი არ გაუკეთებიათ მათ ამასთან დაკავშირებით. აი, რაც გესმით ახლა ყველას, რომ უნივერსიტეტი არის დასაცავი თავისუფლება, ჩვენი
საუნივერსიტეტო და აკადემიური თავისუფლება აუცილებელია რომ გაიგონონ სტუდენტების ხმა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დარწმუნებული ვარ ყველაფერს იღონებს იმისთვის რომ დადგეს თავისი კონსტიტუციური სიმართლის მხარეს და არაფერი არ დათმოს. მაინც არ ვკარგავ იმედს რომ ეს გადაწყვეტილება რაღაცნაირად უკან წასაღები იქნება, იმიტომ რომ ეს არის ხელყოფა ყველაფრის, რაც კი უნივერსიტეტად ამყოფებს. ეს არის სასწავლებლისთვის აკრძალვა იმისი თუ რა ასწავლოს. ეს არის სტუდენტებისთვის აკრძალვა იმისი რის სწავლაც შეიძლება მოინდომონ. რუსული ოცნების ტყუილები ყოველნაბიჯზე სიცრუე აი ამ სიცრუით არის გაჯერებული ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიც სიამოვნებაში არის ნგრევა. ჩვენ რომ ნამდვილი სტატისტიკა გქონდეს და არა მათ მიერ ვითომ და ბაზრის კვლევის სრულ ციფრები, რომელიც ისევია დარწმუნებული ვარ დაწერილი, როგორც 24 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაწერეს. ზუსტად ესე დახატეს ეს ციფრები. და ამ წუთებში სოლიდარობის ნიშნად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მყოფმა ადამიანებმა სანათებიანთ ეს თქვენ ხედავთ აქ შეკრებილ ადამიანებს, სწორედ ასე გამოხატავენ ისინი პროტესტს და გამოხატავენ წინააღმდეგობას და დაუმორჩილებლობას ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართ. ხედავთ რა რაოდენობის საზოგადოება შეიკრიბა და სხვათა შორის არც გასაკვირი იყო წესით, თუმცა აქ არა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, არამედ თითქმის ყველა უნივერსიტეტიდან არიან როგორც სტუდენტები, ისე ლექტორები და მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ წარმომადგენელს ხედავ. სიმბოლური არის, რომ თქვენ მხარდასაჭერად და სოლიდარობისთვის მოხვედით, ხო? აქ ილიაში გითხარით თუ შეიძლება რას გეგმავთ, რა გადაწყვეტილება მიიღო ქართულ ოცნებამ და რა ვერ აპატიეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტი იყო, რომელიც თავის პოზიციას ცხადად გვამცნობდა. ფაქტობრივად ერთგვარი ციტადელი იყო დემოკრატიული, ავტონომიური, აკადემიური თავისუფლების გამომხატველი უნივერსიტეტი და გამომდინარე აქედან მე არ ვთვლი რომ მხოლოდ ილიას უნივერსიტეტს არ აპატიეს. ეს არის შემდგომი რაუნდი, მე ამას ველოდი, თქვი კიდევაც რომ ეს ასე მოხდებოდა, მაგრამ მე მინდა თქვა რომ მთლიანობაში ეს არის ძალიან მძიმე პროცესი. ეს არის ნგრევა, განათლების სისტემის ნგრევა, ეს არის კონტროლზე ორიენტირებული ინტერვენცია განათლების სისტემაში და ეს არის მორიგი რაუნდი, სადაც ფაკულტეტების განსაზღვრა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი ფორმა, მოკლედ ერთი კაცის ახირების მიხედვით, ყველაფერი ერთი. გამომდინარე, აქედან ეს სრულიად არ ღვევს აკადემიურ თავისუფლებას და მე მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა გააცნობიეროს შემდეგი, რომ მათ დღეს გამოუშვეს ჯინი ბოთლიდან. ამით იმის მამსურს, რომ ძალიან მწარედ შეეხენ სტუდენტობას და სტუდენტები დღეს გარეთ არიან და ეს არ იქნება მარტივად გადასახარში. ჩემი აზრით ეს უნდა იყოს დაუმორჩილებლობის სინდრომი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელი უნდა უჭერდეს მხარს დღეს ილიაუნს. ასევე მინდა ხაზი გაუსვა სოხუმის უნივერსიტეტის მნიშვნელობა. სოხუმის უნივერსიტეტი ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ის დევნილი უნივერსიტეტია და გამომდინარე აქედან მას სრულად უნდა შენარჩუნებოდა. საერთოდ მისი შეხება არ შეიძლებოდა და ორი ფაკულტეტი მხოლოდ იმ უნივერსიტეტს ვერ გადაარჩენს. მადლობა ქალბატონოია, თქვენ უსმენდით აქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენენ და მართალია დღეს ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ფაქტობრივად აუქმებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, თუმცა აქ იმყოფებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც ადამიანები, ლექტორები და აცხადებენ, რომ დღეს ყველა უნდა იდგეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ვინაიდან დემოკრატიის ერთ-ერთი ციტადელის დანგრევა უნდა ახლა ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ძალიან ბევრი ადამიანი არის მოსული თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თქვენ ხედავთ აქ მყოფ ადამიანებს, გაშლილი აქვთ დიდი ბანერი, საზოგადოებას მიმართავენ ლექტორები, სტუდენტები და ისინი აანონსებენ იმას, რომ არ დამთავრდება ეს ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ, ვინაიდან არ დაუშვებენ, რომ უნივერსიტეტი გაუქმდეს.
კიდევ ერთ ლექტორს ხედავ ახლა მე გიორგი მოგესალმები პირდაპირ ეთერში ვართ ვითხარი თუ შეიძლება რას აპირებთ ახლა ლექტორები რომლებიც ამ უნივერსიტეტს წარმოადგენთ კვირას გაქვთ დაანონსებული და რა ვერ აპატია ქართულმა ოცნებამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველ რიგში აუცილებელი არის სოლიდარობა და ეს სოლიდარობა მხოლოდ არ უნდა იყოს შემოფარგლული ერთი უნივერსიტეტით გარდა ამისა არ აპატია ხელისუფლებამ საზოგადოებას და სააკადემიურ საზოგადოებას, ხო? ძალიან მარტივი პასუხი არის ამაზე. თავისუფლება და იმ იდეების დაცვა, რასაც ქვია უკეთესი საქართველოს მშენებლობა და ეს იდეები არის დემოკრატია, ეს იდეები არის აზროვნების თავისუფლება, შემოქმედების თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება, რომელიც გარშემო ეს ყველაფერი უბრალოდ არ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ასეთი არის მდგომარეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. საზოგადოება დაშლას არ აპირებს. აქ საუბრობენ ადამიანები გეგმებზე, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აანონსებს და აპირებს. კვირას არის დაგეგმილი პირველი დიდი მასშტაბური აქცია დედაენის ძეგლთან, ვინაიდან აქ მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას ახლა ქართული განათლების დასამარება უნდა აღინიშნოს, რომ აქ მყოფ ადამიანებს ეჭვიარებარებათ იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აპატიეს პროტესტის გამოხატვა ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართ, არ აპატიეს უკრაინის სოლიდარობა და არ აპატიეს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ.